თქვენი აზრით, ქართველი ქალების ჯანმრთელობაზე რო ვისაუბროთ, რა არის მთავარი პრობლემა? თავარი პრობლემა მათი მიტოქონდრიალური მდგომარეობა სხვათა შორის, ეს Mhm. უშვილობაზე პირდაპირ კავშირშია. Mhm. კვერცხუჯრედს თუ არ აქვს ჯანსაღი მიტოქონდრიები, Mhm. და რა განაპირობებს ამის ჯერ ერთი ჯანსაღ არ დგანან ორ ფეხს. როგორ? ორ ფეხზე არ დგანან. ეს რას ნიშნავს? თანაბრად არ აქვს გადანაწილებული წონა. აჰა. ცალფეხზე დგანან, მენჯი არაა მმ. სწორად, საშვილოსნო გადახრილია, სპაზმი არის ამ მცირე მუცლის, უჟანგბადობა და Mhm. კვერცხუჯრედებში არ ხდება პათოლოგიური მიტოქონდრიების დახოცვა. ამიტომაც 600 პრესი. ესე იგი 100-დან 600-ზე უნდა ავიდე. ხო, სხვადასხვანაირები და აი ეს კონტროლი რომ თანაბრად იყოს გადანაწილებული წონა, რო დგახარ, ცალფეხზე რო არ იდგე, ორფეხზე რო იდგე და აი წელი ჩატეხო და აი ეს მიუნხაუზენი რო ამოიყვანა თავკუთარი თავი და ცხენი. კიკინათი, აი ესე ცხენიანად უნდა ქაჩავდე თავს ესე, როცა დგახარ.